მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, თითქმის დამთავრდა პოლიტიკური სეზონი და ნუ ვიქჩორტუ როგორც იტყვიან ხოლმე, შეიძლება რაღაცა გამოურიო ესეთი გადაცემები, მაგრამ გადაწყვიტე რომ დავისვენოთ თქვენს დაგასვენოთ, სანამ ორ კვირიან კუთვნილ შეგულებაში არ წავალ. როდის იქნება ეს ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ძალიან მალე იყოს, შეიძლება მოგვიანებით. დღეს კი ჩვენ უსმენთ და უყურებთ, თქვენ უსმენთ და უყურებთ და მე მიმყავს გადაცემა ცენტრი. ყიფშიძეების ოჯახი ასე თქვათ, ხო? კრისტინე ყიფშიძე კრისტი ყიფშიძე, კრისტინე არა, კრისტი ყიფშიძე, ყველაზე ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი საქართველოში და ის ურჩევნია მამუსაო, რომ შვილი სჯობდე დედასაო, პრინციპით შევარჩიეთ. ნატალი ყიფშიძე, ვინ ახარ შენ ახლა? 10 წლის არის ეს ერთი, ვიცით, მაგრამ აი როგორ წარგადგინოთ, მსახიობი ხარ, მოდელი ხარ, ვინ ახარ? მსახიობი. მსახიობი, კი ბატონო. ვისაც არ აქვს დანახი აგვისტოს აი აგვისტოს ომზე რო არის კინო, ლენი ჰარლინის, აი ბავშვი რომ თამაშობს ეპიზოდურ როლში, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ალბათ ეგ არის, ხო შენთვის არა? დიახ. კარგი. დავიწყოთ, ესე იგი, ჯერ დედიკოს მინდა უთხრა, ძალიან კარგი გოგო ყავს. ვის გავს? მამას თუ დედას? ხასიათი თავისებური ხასიათი. არავის არ გავს, ხო? და ნუ ბუნებრივი იყო, რომ ეხლა ეს მოუნდებოდა მსახიობებმა, იმიტომ რომ მსახიობის და მოდელის ოჯახში გაიზარდა და ბაბუა და დიდი ბებია, ესეთი ცნობილი მსახიობები. ამის შემთხვევაშიც როგორ მოხდა 5 წლის რო გახდა? ზუსტად 5 წლის წინ, ანუ 2006 წელს გახდა 5 წლის და დამირეკა ციცინოფარულავა მარის კასტინგ მენეჯერი და მითხრა ესეთი რაღაც, რომ ფოტოები მოეწონათ, ნატალიას ფოტოები ქონდა მას კატალოგში და რუსები იღებდნენ სტანი ლაივს. ესეთი 40 სერიანი სერიალი იყო და ნატალი არისო დამტკიცებული როლზე. უკვე. ხო, კამოს დის როლზე. იმდენად მოეწონათ ტიპაჟი, რომ პატარა როლი იყო და ხვალ მოიყვანეთ, რომ უკვე კოსტიუმები ავარჩიოთ და ძალიან გავდა ჩემი ისტორიას, იმიტომ რომ ზუსტად ასე იგი რამდენი წლის 18 წლის წინ 30 სექტემბერს დამირეკეს დილით და მითხრეს, რომ ერთ თვეში გაქვს ჩვენება. კამოს დის როლი ითამაშა? კამო იცი ვინ იყო? შვილო. არა. კი, მაგრამ სტალინზე რაღაცა აი ვიცოდი რომ აი სტალინთან იყო დაგანშვირებული, მაგრამ მე მეგონა რომ სტალინს მეგობარი იყო. ხო, იყო, არ არის პრობლემა. ანუ იყო ერთ-ერთი სერია იყო, სადაც იყო ბავშვი. კითხოთ, აბა ბავშვი, სტალინი ვინ იყო? სტალინი იყო ძალიან ბოროტი ადამიანი, რომელმაც გაანადგურა რა აი ყველა ქვეყანა. ყველა არა, ნუ თითქმის ზოგიერთი. თითქმის რა, ნახევარი. კარგი. მოდი ახლა შენ შეგეკითხები. შენ ახლა მსახიობი, ასე ვთქვი, რომ მსახიობი ხარ. ეს რას ნიშნავს? ანუ შენ გადაწყვიტე, უკვე მორჩა, დამთავრდა, მსახიობი უნდა იყო? კი, მაგრამ კიდევ პლუს ორი მაქვს აი ჰობისავით, დიზაინერობა და მოდელობა. მსახიობობაზე უნდა ჩავაბარო დიზაინერობაზეც, მაგრამ ის დიზაინერი და მოდელი ისე ჰობი უნდა იყოს. ჰობი უნდა იყოს. კარგი და აი შენი იდეალი მსახიობისა ყავს ვინმე? ვის გინდა რომ გავდე? ან აი როგორი როლები გინდა რომ განასახიერო? არ მინდა რომ გავდე არც როლი რომ მაგისნაირი მქონდეს. ოღონდ აი მსახიობი მომწონს ნატალი პორტმანი. ხო, ნატალი პორტმანი ახლა ისეთი გოგოა. მე პირადად აი მაგალითად სელმა ხაიკი უფრო მირჩევნია, რა ვიცი. დედაშენი რო გავს კიდე დედაშენს რო ამსგავსებ. პენელოპა კრუზი? ხო. აი ისეთი ძალიან მაგარია. მეც მიყვარს პენელოპა. ხო ამსგავსებ დედიკოს? მე აი რაღაცა მომენტებში კი. ხო, ნუ რაღაც მომენტებში ახლა. დედიკო ჯობია, ხო? ნუ ორივე კაია. კარგი. ხო და მე ეს უფრო მირჩევნია. კარგი. მოდი ეს ვთქვა, აი რა როლი გინდა, როგორი ქალი გინდა, იცი? აი არის შენ ალბათ უკვე იცი რომ როგორი გოგოები არსებობენ, იცი? ძალიან მეგობრული, ბავშვური ისეთები, ნუ გულღიები. არიან კიდე ისეთ გოგოები, რომლებიც აწვალებენ ბიჭებს. თავს აყვარებენ და მე ნუ ეს მედიდურად არიან რა. წერვები, ხო, ოკეი, კაი, გასაგებია. მე მეგობრული ვარ ძირითადად. წერვა ხარ შენ, ხო? არა. ბიჭებს თავს არ აყვარებ. არა. როგორ გაეცინა? რატო ცუდია რომ ბიჭს თავი შეაყვარო? კი, აბა, თუ ძალით აძალებ მიყვარდე, არა, ეგ ძალიან. ხო, არის თქვენ მეგობრები, შენ პატარა მეგობრები
დაქალები აკეთებენ ამას? არა, კაცო. არა, ჯერ პატარები ხართ ამისთვის, ხო? არა, მაინც არასოდეს. მაინც არასოდეს. არა, არის გოგოები არიან, რომ ვიღაც ბიჭები უყვართ. უყვართ. არა, ამას აქში შენ არ აყავს შეყვარებული, ხო? მე არა. არც მიყვარს. არც მოგწონებია ბიჭი. არა, მომწონებია 5 წლის ასაკში ძალიან. აი, შენი აზრით, კარგი ბიჭი, კარგი, რა უნდა გქონდეს ბიჭს რომ მოგეწონოს. როგორები არიან ბიჭები? განათლებული უნდა იყოს. განათლებული უნდა იყოს კი. რას ნიშნავს განათლებული უნდა იყოს? სეგუნდე ჭკვიანი იყოს, ძალიან ბევრი სწავლა გქონდეს თავში ჩადებული და კიდევ უნდა იყოს კეთილი. ხო. საყვარელი. ხო, საყვარელი როგორი მაინც? აი, ყველაფერს რომ უსრულებს სხვა ადამიანებს, ვინც შეხვდებათ, აი მათ ხორბს რომ ეხმარება, ანა ეკეთები რა. და კიდევ ლამაზი. ლამაზი. ხო. ხო, ნუ ეგ ლამაზი. არა, რა გინეხა, კრისტი, შენ ეს კრიტერიუმები არ ქონდა ალბათ ამას აქში რო იყავი. მე ამას აქში საერთოდ არ ვფიქრობ იმაგაზე. არა, ხო? აი, შეიცვალა დროება, მართლა, აი, ამ ბავშვს აქვს ჩამოყალიბებული შეხედულება სამყაროზე. 10 წლის ასაკში მე საერთოდ მიზანი, მე 10 წლის ასაკში საერთოდ არაფერი არ ვიცოდი რა ხდებოდა. ქოცას ყური როგორ უნდა გამომება, ხელი როგორ უნდა მომეკიდა, ის არ ვიცოდი. არის გზნობ ამ განსხვავებას ამ თაობებს შორის შენ. კი, რა თქმა უნდა. რაში, როგორები არიან ეს ახლები? აი რაღაც რო ეძახიან ინდიგო ბავშვები, ხო არ ვიცი. ალბათ ამ კომპიუტერმაც კიდე სხვანაირად წაიყვან. ადრე იყო წიგნი. კი, წიგნებს კითხულობს, მაგრამ ამ კომპიუტერით კიდე რაღაცას რო ვიტყვით და ეს რა არის და სანამ უპასუხებ, კაი, დავგუგლავ შევხედავ რა არის. ანუ უჩემოთ უკვე არ გვაქვს რა არის. შენ უამრავი საქმე გაქვს შენი პროფესიული საქმიანობის გადამკიდე, ხო? და სულ ფეშენთან და სულ რაღაც ნივთებთან, დიზაინერებთან გაქვს შეხება და ამ ატმოსფეროში იზრდება. ამჩნევ გემოვნებას და სტილს უკვე აქვს, ხო? თვითონ ბავშვობიდან, ანუ შენ თვითონ პატარობიდან ახამებ ერთმანეთთან დასაცმელს? მე თვითონ. აი ხლა რა არის მოდაში, შენ გილია მითხრა? მოდაში, ნუ აი ამ წუთას მე არ ყვები მე მოდას. მე ჩემებული მე ბაძავს ფოტოშოპში. შენ არ გვაწავ ჯერაცი. და მარტო მოდასთან ერთხელ ვიყავი დაკავშირებული. ეს არის კერო ორჯერ. ერთი Hello Kids მიყვარს ძალიან და ეგაც მოდურია უკვე ბავშვების. აი ბავშვების აი ესეც. რაღაც ბრენდი არის, ეს არის იაპონური მულტფილმი, ეს გმირი. რომელიც Hello Kitty არის ძალიან ცნობილი საბავშვო ბავშვებისთვის და აი მაგას მე ძალიან მომწონს და კიდევ მეორე ერთი ცოტა ხანი უგები მეც, მეტი არ ვფიქრობ. რები გეცვა? უგები. აი ეს რაღაც აგები. რაღაც ლაპლანდიური ის რა. ავსტრალიური. აი ეგ მე მომწონდა უბრალოდ და აი ეგ ორი იყო ჩემთვის შენ როგორი სტილი, აი სპორტული თუ რომანტიული, როგორი სტილი მოგწონს ჩემო ნატალი? სპორტული რატო? იმიტომ რომ უფრო აი კარგად გზნობ თავს, იმიტომ რომ აი შორტებში ხო, აი შეგიძლია სირბილი, შეგიძლია ცეკვა, ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ აი ამ კაბას რო ჩაიცმევ, წითელ კაბას. წითელ კაბა გაქვს? წითელი კაბა? კონკრეტულ კაბაზე ლაპარაკობ. წითელი კაბა არა მაქვს, მაგრამ ვარდისფერი და თეთრი კი მაქვს. ხო, არა, შენ კონკრეტული კაბა ახსენე. წითელი. ხო. და აი წითელ კაბას შეგიძლია მარტო ცეკვა, სირბილი არ შეგიძლია. ხალს რო კაბა. არა, მაგითი აი მაგეკაბა. ხალს კაბა უნდა ეცვა, ჩემი აზრით. რა ვიცი, მე ხომ მარტივად უყურებ ძალიან, მაგრამ რა ვიცი, ბევრს ხო არ მოვიწევ. ყველგან არ უნდა ეცვა. აი ჩვენ აი სპორტული, აი სულ უნდა გეცვას და აი კაბა, ესე იგი უნდა გეცვას. აი სად უნდა ჩაიცვას ახალგაზრდა ქალმა კაბა? შენი აზრით. რესტორანში. ხარ ნამყოფი რესტორანში? ამას უყვარს რესტორანი. კი, რესტორნებში მე კაბები მაცვია. ხო. კიდე? და აი ისეთ ადგილას, სადაც უნდა აი იცეკო თან იცით როგორ, აი ისეთი ძლიერი მუსიკა არა. ძლიერი მუსიკაზე უნდა შორტები და ეგეთები გაწვეს. კი, კი. ამიტომ რომ კაბაში დაგეხევა ეგრევე, ან გაგეჭუჭყიანდება კაბა. ხო. და უნდა ჩაიცვა ეს კაბა იმ ცეკვებზე, რომელიც არის აი ესეთი აი როგორც ტანგო. ტანგოს ცეკვავ შენ? არა, ეგრე ზან არა, მაგრამ აი რაღაცა მოტანგოვოს რაღაცას? მოტანგოვოს კი. ხანდახან კი სახში. მარტო როცა ვარ, იმიტომ რომ მე კიდე მწვენია.
რა გწვენია შენ მსახიობი ხარ ისი უნდა გწვენო არა ხანდახან კარგად არ გამოდის ხანდახან ვარდები ხან რაღაცა ხან კი რამდენად ბევრ დროს უთმობ მაქსიმალურად ვცდილობ როდესაც მაქვს თავისუფალი დრო სახში არა უფრო აი გარეთ გავდივართ ყველგან დავდივართ სტუმრად ნუ აი ამას სადაც უყვარს ესეთი ჩვენ ძირითადად საღამოს ხან შარდენზე მივდივართ არა ხან კი არის სულ შარდენზე დავდივართ საღამოს აი ამას როცა ძალიან ნაყინი უყვარს აი მანდ არის შარდენზე არის ერთი ლუკა პოლარე არის ეგეთ ნაყინის კაფე რა ხო და ეგ ძალიან მიყვარს და ყოველ დღე მივდივართ შარდენზე. შარდენიდან ხანდახან, აი, როცა მივდივართ შარდენზე, ვიღებთ ლოკაპოლარეს და როცა მოვიდივართ კიდევ ვიღებთ. კიდევ ვიღებთ, ხო? მოგწონს ასეთ ლამაზ ქალთან ერთად სიარული როგორც დედიკო. ამჩნევ რომ მოსწონს ხალხს დედა შენი და იცნობენ და ყურადღებას აქცევენ. კი. როგორ ამჩნევ, აი როგორ ატყობ? რომ მივდივართ ყველა უყურებს და ხო, აი, ხა ეგეთი ლამაზიც არ ვარ. ხო, არა, ეგეთ ლამაზიც არ არის ნამდვილად რა. ეს ჩემს ლამაზია. არა, ნუ ეს რა შენ მათქვა. კარგი და რას, აი, ესეც შეკითხვა მაქვს, ჩემო ნატალი. რას აიღებდი, როგორ მიბაძავდი დედიკოსგან და რაში არ ეთანხმები? რა გინდა რომ უკეთესი გქონდეს? როგორი ქცევა ან შეიძლება სხეულის ნაწილი? აი რა მოგწონს და რა არა? მე მომწონს რომ სასაცილო ხო კიდევ საყვარლა დაცვია ხო ნუ მაგისთან არ მომწონს ის რომ აი რა ესე იგი უფრო უნდა ბევრი იმუშაოს აი თან ძალიან რას ნიშნავს უფრო ზარმაცია არ არის ზარმაცი არ არის მაგრამ ყოველდღიურად რას ნიშნავს აი ესეთი სამსახური რო არა მაგდილი წავედი ესეთი გინდა ბანკში ხომ არა ბანკში არა აი გადაღებებზე აი როგორც აი დილოს ადგები მთელი დღე იქნება გადაღებაზე ეგა ყველაზე კაი სამუშაო ჩემთვის ხო მაგრამ ხო არ არის ყოველდღე გადაღები არა ყოველდღე არა მაგრამ ხო არის დასვენება მაგრამ ნუ მოკლედ შენ არ მოგწონს რომ ყოველდღე არ არის დაკავებული არა ყოველდღე აბა რა არ მოგწონს ვერ გავიგე აი იმს არ მომწონს საღამომდე 2 საათია სამსახურში აი ეგ არ მომწონს მეტი უნდა იყოს ხო კი აბა 5 საათი დაახლოებით ოჰო არა ნუ 3 საათით უნდა მოუმატო კრისტინე გაიგე კრისტი 3 საათით უნდა მოუმატო შენ სამსახურში ყოფნაზე მიეც პირობა ბავშვს კარგი კიდევ რა მოგწონს დედიკოსი ხო დედიკოსი მომწონს თმა არა იმიტომ რომ როცა იშლის ეგ არც ნაცნავს იკეთებს არც იხვევს აი რაღაცა გადაღებებზე მაგრამ აი როცა იშლის ხო აი ესეთი ხუჭუჭა მეც მომინდებოდა მეც მაგ ხუჭუჭა მაგრამ აი იცით როგორ ტალღოვანი ხუჭუჭა ხან ხუჭუჭა ხან ტალღოვანი მაგ და აი ვერ გავიგე როგორ კარგი მოდი ხე შენ პროფესიულ საქმეებზე ვილაპარაკოთ. აი იმ ფილმში ლენი ჰარლინმა რო ითამაშა, აი რა მოხდა, როგორ ითამაშე, რა აგიხსნეს, რა უნდა გაეკეთებინა. მე შევახსენებ ჩვენს რადიოს მენელს, რომ იქ არის ეპიზოდი, სადაც ეს გოგონა, რომელსაც ნატალია გადაარჩენს ჩიპს იქ ეკლესიაში. ჩიპს არ გადაარჩენს, საქართველოს უკაცრავად, საქართველოს გადაარჩენს. მაგრამ ჩიპით გადაარჩენს. ხო, და აი რა ხდებოდა, რა განწყობა იყო, მოგიხევია. ეს იყო შენი პირველი შეხება ჰოლივუდთან და აბა რა ხდებოდა? მე არც ვიცოდი რომ ჰოლივუდის ფილმია. ის მომეწონა მე ჩემს ნამუშევარზე რომ არც გამიფუჭია ერთი დუბლი. აი ეგ მომეწონა და კიდევ რომ ესეთი ლამაზ ადგილას დაგვიყვანეს. საათ რაღაც ქალაქ გარეთ. არა. ქალაქ გარეთ იყო. ნუ აერია ანჩის ხალხი გადაგიღეს ხო? ხო და კიდევ იყო ძალიან ლამაზი. ხო და თვითონ აგიხსნეს, აი რა გითხრა რეჟისორმა რა გითხრა, რომ რა უნდა გააკეთო? არაფერი არ ვთქვათ, უბრალოდ თქვა რომ დადექიო, გამოდი. რა არის, ის თქვა მინდა, იცი ნატალი, რომ შენ როლს თამაშობ, ხო უნდა განეწყო, რაღაც უნდა შთაგონება, მუზას უნდა მოუხმო და უნდა რეპეტიცია გქონდეს და ეგ რაღაცა. რეპეტიცია არ მქონდა საერთოდ. არა, იმებს გქონდათ, მაგრამ მე ისინი სულ აფუჭებდა ყველა დუბს. მე არ გამიფუჭებია, ეგ მომეწონა ჩემში და აი მაგის წინადაც, აი როცა მსახიობობის ბაზე რომ დავთანხმდი, აი ჩემთვის, ჩემ თავში.
ეგ იმიტომ მოხდა შენ თავში დათანხმდი არა მე სხვანაირი ვარ შენ გქონდა ანუ ძალიან სხვანაირი ხარ მე იცი როგორი ვარ აი მე სხვას კი არ ვეკითხები აბა ეს ამაში დავთანხმდეთ თუ მე ჩემ თავში რაღაცა ოპერაციები და ეგეთები მაქვს ვამბობ ესე თუ მოხდება თან ტვინში არა სხვა კი არ ვლაპარაკობ შენ თვითონ ვჯელობ ტვინში ხო აი ესე რომ გავაკეთო მომეწონება თუ ეს წარმატებულად ჩაიარეს ყველაფერი გავნაგრძობ ამას და რაც კარგად გამოდის იმას მივყვე და რამ დაგათანხმა მაშინ აი ალბათ შენ ტვინში რაღაცა პროცესები მიმდინარეობდა როცა აი მსახიობობაზე ფიქრობდი და რამდენად მათანხმა ანუ რატო არ გინდოდა აი ორი ნატალი იყო ერთი ამბობდა რომ არ დათანხმდა მეორე კი ხო ეგრე ხდება ხოლმე ხო მე იმიტომ მინდოდა რომ აი მე პატერობიდან ხო აი როცა ბაღში ვიყავი იქ სულ რაღაცა სცენებს დგამდი რას თამაშობდი აი მაგალითად აი მე ვთამაშობდი ვითომ რაღაცა რეჟისორია ჩემი მეგობარი ჩვენ ვიყავით სამი საუკეთესო მეგობრები ხო და ერთი იყო ბიჭი ერთი გოგო და ერთი მე ხო და ორი გოგო ერთი ბიჭი ვითომ იყო რეჟისორი ჩვენ კიდე კულინარი ვიყავით და რაღაცა წამყვანები ვიყავით სადაც ვითომ სკერძებს ვაკეთებდით მე ვიყავი დაპატიჟებული და ისეც მე ვვნებოდა და მე კიდევ სინჯავდი რა გემრიელია რაღაცებს აი ეს მაგალითად ჩვენ მოგვეცემა რეკლამის შემდეგ საშუალება რომ ვიხილოთ როგორია ნატალი როგორც წამყვანი იმიტომ რომ მე მას ვთხოვე რომ სანამ აქ მოვიდოდო რომ ჩემთვის მოემზადებინა 5 კითხვა რომელიც მას უნდა დაესვა ჩემთვის და ის იქნება ცენტრის დროებითი წამყვანი ოღონდ ეს რეკლამის შემდეგ დაგჭდილა რა ბავშვმა რა აშკარა დანუკასთან ზიგივე იყო ეს მივედი ჩვენ ეთერში ვარ ხო ეთერში ხართ აბასა დანუკას შოუში რო ვიყავით მე არ მალაპარაკეს მე ისე ჩუმად ვიჯექი არა თუ დაგჭდილა აშკარა კარგია მე მიხარია ხო არა და გადავწყვიტე ამის პროდიუსერი ვიყო ხო მე გითხარი პროდიუსერი უნდა იყო იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი ვფიქრობთ მაგაზე და ვნახოთ რაღაც თქმა გინდა შეიძლება გადაცემა მქონდეს ჩემი და 9 საათის იყოს და აი ესეთი აი პატარა ვარსკვლავები არ იქნებიან ჩემს გადაცემაში აი ეს უფრო აი დიდი ვარსკვლავები არა აი ცი როგორი აი ყველამ რომ იცის აი სხვა ქვეყნებში ვინ გინდა აი მოდი ეგრე კითხავ რა ვისთან გინდა რომ გადაცემა გააკეთო ვისთან გინდა რომ ინტერვიუ გქონდეს აი საოცნებო ვინ არის არა მყავს ეგეთი ო კარგი ახლა ნუ ბრედ პიტთან არ გინდა რომ გააკეთო ინტერვიუ საოცნება ეგეთი კერპები და არა მე მეგონა ქართველი ისე ავრილავინთან ვინა ავრილავინთან ვინ არის ავრილავინი ერთი მომღერალია რომელზეც მე ვგიჟდები გიჟდები რატო და კიდევ ლედი გაგასთან არა ის ავრილავინზე რატო გიჟდები არ ვიცი ხო გიჟდები რას აი მიყვარს აი ყველაფერი მაგისი დუხით ვაყიდინე სუნამო მოდულაციონს უნდა მიყიდონ მაგისი აი ძალიან მიყვარს ეგ მომღერალია ბიჭია გოგოა მოიცა აბა დაგუგლოთ ხო შენ ხო დაგუგლოთ გიყვარს არა კი ჩაწერე ავრილავინი მოიცა ერთი წუთით ხო მაცადე ხო ავილ ეს გუგლ ხრომში ხარ და ეგრევე შეგიძლია დაწერო ავილავინ აი ეს ხო კარგი აი ეს არა მეორე არ მომწონს ეს რა მე მომწონს სიმღერები მოწონს შენ გაცლებით უფრო ლამაზი ხარ ეს რა დოქსტარ არის არა თან მე ქერა ქალები არ მომწონს სიმართლე რა ყველას მოსწონს და შენ როგორ არ მოგწონს შავრემანი გოგოები უფრო მოსწონს შენ ვინ მოგწონს ვიცი ეს ვინც არის ხო ეს ამერიკელი თინეიჯერი მომღერალი რო იყო და ეხლა გაიზარდა თინეიჯერი არ არის 23 ხო გაიზარდა ხო ეს გოგო არის ემო ვიცი რაც არის ვიცი ხო და იცი როგორი ემოა შავით უყარს ვარდისფერი და შენ ემოები მე არ მომწონს ემო მე ემო ვიყავი 2 წელი 2 არის 3 დილოსტელოღლო ემო არის მიმდინარეობა არაფორმალური და შენ რო პატარა ხარ ემოსთვის ემოციებისთვის პატარა ხარ ჯერ შენ რა ის ემოცია და ემო რა შუა არა ემო ნიშნავს აქედან მომდინარეობს ეგ სიტყვა მიხვდი ანუ ეს ადამიანები არიან რაღაცნაირად ოდნავ გარიყული რეალობისგან ზედმეტად ემოციურები ნაზები ფაქიზის სულიერი სტრუქტურა აქვს და შენ პატარა იყავი ამისთვის და ამას თავის სამყარო ხო
ოღონდ იქ სეკრეტი არ ვარ. ხო რა, არა, ხო გესმის რასაც გეკითხები? მე ვიყავი 5 წლის, როდესაც აი მე ვიყავი ჩუმადემო. აი ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მე აი ჩემ მამასთან რო ვიყავი, იქ ჩემ ძმას და მე გვიყვარდა როკი. მთელი დღე უსმენდით ისეთ საშინელ როკს, რომ რას უსმენდი მაინც აი კორნი. კარგიო, 5 წლის ბავშვი კორნს როგორ უსმენდი? არ ვიცი, ისიც როგორ მიყვარდა. აი ყველა სიმღერა ვიცოდი, ფანი ვიყავი. საშინელი ვის არის? ეხლაც უსმენ. კორნს კაცო? გაგასაგიჟებელი. და მაგ დროს კიდევ აი იქ რო ვიყავი, მე ჩუმად ჩემი მე მარტო შავი ტანსაცმელი მე მქონდა ხო და თვალებსაც იღებავდი, ხო ისე ემოცავი. აი იქ მამი და ჩემის რაღაცებით ვიღებავდი და სულ დავდიოდი ეზოში რომ ჩავდიოდი. ეზოში რომ ჩავდიოდი ყველა გიჟგავდა ვაიმეს ვინ არის და ანუ შენ შავი ტანსაცმელი გეცვა და შავად იღებავდი და სულ ეს ვისწორებდი თმას ხო და ესეთი კეპკა მქონდა იცით როგორი აი ესეთი ნარუტო რაღაც მულტიკი ხო აი მაგაზეც გუშდებოდა კარგი მოდი ახლა ცოტა ხანი შევისვენოთ რეკლამას მოусმინოთ და მე ყიფშიძეებთან გავაგზავნებთ ლაპარაკს რეკლამა რადიო ტელეფონი 18 18 68 წიგნების კოლექცია ბავშვებისთვის. დიდი ქართველების ბიოგრაფიები. ნიკო ფიროსმანი. ვაჟა ფშაველა. ვახტანგ გორგასალი და სხვები. ჟურნალ საბავშვო კარუსელთან ერთად. საყურადღებოთ. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო შედეგების გამოცხადება. ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტს საკუთარი შეფასების გაგება შეუძლია მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ამისათვის მათ აბიტურიენტის კოდი უნდა გაგზავნონ ნომერზე 6232. გამოცდების ეროვნული ცენტრი წარმატებას გისურვებთ. კარგი სამუხრუჭე ხუნდები სწრაფად უნდა ამოხრუჭებდეს და სამუხრუჭე მანძილი ძალიან მოკლე უნდა იყოს. დამოხრუჭებისას არანაირი ხმები არ უნდა ისმოდეს. საყრდენ დისკოს ეგრეთ წოდებულ აბორნებს არ უნდა წვეთდეს. აი ზუსტად ესეთ უმაღლესი ხარისხის გერმანულ ხუნდებს ამბოლში გერმანული ხუნდების ცენტრში ყიდიან. შეიძინეთ და იმგზავრეთ მშვიდად და უსაფრთხოდ. ამბოლი მისამართი წერეთლის 40. ტელეფონი 14 40 40. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი თქვენი საიმედო პარტნიორი. რაუხი წარმოგიდგენთ პრემიალური კლასის ნატურალურ წვენებსა და ცივყავას. წვენი Happy Day, ბრაუ და ცივი ყავა კაფემიო. ისე ამოვნეთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტით. აქციეთ ყოველი დღე ბედნიერად Happy Days-თან და კაფემიოსთან ერთად. ზაფხულში მინდა ბევრი სიახლე, დასვენება მინდა, ახალი რამეების ყიდვა, გადახდებზე, ბანკებზე და ეგეთ რაღაცებზე ფიქრი არ მინდა რა. მე ნუ იფიქრებ, აიღეს ესხი ბანკ რესპუბლიკაში ზაფხულის განმავლობაში და გადახდა დაიწყე შემოდგომიდან. გაარემონტე, იმოგზაურე, დაისვენე, შეიძინე ახალი ნივთები ზაფხულში. სესხის გადახდა დაიწყე შემოდგომიდან. ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი. გმადლობთ რომ გვისმენთ. FM 103. ჩვენ ვაგზავნებთ ჩვენი გადაცემის სტუმარი არის კრისტინე ხიფშიძე, რომელიც დავივიწყეთ საერთოდ არც არის საინტერესო მოდელი კრისტი ხიფშიძე და მისი შვილი ნატალი ხიფშიძე უკვე ჩამოყალიბებული ქალი შეიძლება ითქვას. მე სამი ბიჭი მყავს და არ ვიცი გოგო როგორი ასე ახლოდან და მიხვდები რომ უამრავი რამ დავკარგე რომ გოგო შვილი არ მყავს და შენაერი გოგო ყველა მამიკოს სიხარულია. ხარ მამიკოს სიხარული? კი. ვიყვარს მამიკო? ძალიან. ხო, თან ისეთი მამიკო ყავს ბაბუა. ზურა გიყვარს? ძალიან. მაგარი კაცია, კარგი მსახიობია. შენ გაქვს ნანახი ზურას როლები? მე აი რაღაც იცით როგორი როლები მინახია მე მაგისი რომელზეც ბანდიტის როლი. ხო, მერე? აი ეგეთები მინახია მაგისი. დანარჩენები უნდა ვნახო. დიდი ბებია ლენა? ეგ საერთოდ მოვლენა იყო. ლენა ბებოს არ მინახია, მინდა რომ მაჩვენონ. ხო, ლენა ბებოს ჩანაწერები რომ ნახო, აი ლენა ბებო არის ძალიან მაგარი, მართლა მაგარი მსახიობი იყო. ყველაზე კარგი ერთ-ერთი ქართული მსახიობი. ძალიან კარგად ცეკვავდა. შენს ხო კარგად ცეკვავ?
მე კი. ლენა ბებოსგან ხო არ არის ეს მემკვიდრეობით. შენ თქვი რომ ემო ვიყავიო. კი. და სკოლაში რომ შევედი, გახდი ვინ? პრანჭიკელა. ხო, მაგრამ ხო არ ახარ ახლა პრანჭიკელა. არა ვარ ესე, მაგრამ. ანუ თავს იპრანჭიკელებ? აი, იმიტომ ვარ ეგეთი, რომ დავმეგობრდე ვიღაცებს ჩემ დაქალებთან, რომელებიც ახლა მყავს და აი მაგიტომ 2.17.139 დარეკეთ ძვირფასო მსმენელებო და შეაქეთ ეს გოგო ქრისტი ძალიან საყვარელი ქალიშვილი ყავს ღმერთმა ბედნიერი ქალი გაგიზარდოს ბედნიერი უნდა იყოს და თან მე მგონი ქალია უკვე იმიტომ რომ ამაზე მეტი რა უნდა გაიზარდოს ასეთი ჭკვიანი ბავშვი ცოტა კარგი მოდი ახლა გავაკეთოთ ცი მე შენ გთხოვე რომ მოგემზადებინა ჩემს კითხვები ვითომ მე ვარ შენი რესპონდენტი შენ ხარ ჟურნალისტი და გავაკეთოთ ეს გადაცემა მანამდე დარეკავს ხალხი ჩვენთან აბა დაიწყე ოღონდ ეს პირდაპირ არ დამისვა გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო რაღაცა დავიწყო წავიდე მარტო რადიო პალიტოში ხო გამარჯობათ თქვენ უსმენთ რადიო FM 100.9 და ეხლა ყავს სტუმრად შალვა რამიშვილი შალვა რამოდენიმე სიტყვა შალვა რამიშვილზე ვინ არის შალვა რამიშვილი არის ძალიან კარგი ადამიანი რომელიც არის კიდევ რადიო წამყვანი წამყვანი კიდევ კი ტელევიზიის და შალვა ხო კოჩა კარგი ეხლა შალვა მოდი დაგისვათ კითხვები კი ბატონო პირველი კითხვა ასეთია შენი ბავშვობის ოცნება რა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სულ რაც თავი მახსოვს ძალიან მინდოდა რომ გავხდარიყავი კოსმონავტი და გავფრენილიყავი პლანეტებზე და არ დაბრუნებულიყავი დედამიწაზე საერთოდ რა გაცინებს რა სასაცილოა ესა გოგოებისთვის სასაცილოა ხო ხო ნუ კაი რა ვქნა თქვენ არ გიყვართ კოსმოსები მაგაზე ანეკდოტიც ვიცი რომელი აბა მამას ყავდა ორი შვილი. ერთი გოგო, ერთი ბიჭი. ეს გოგო იყო ფეხძიმეთ რა. ხო და თავის ძმას ეუბნება, მალე ბიძა გახდები, არა კოსმონავტი გახდებიო. ო, მალე ბიძა გახდებიო. არა, მე კოსმონავტი გახდები. კაი, შემდეგი შეკითხვა. ბავშვების საუკეთესო მეგობარი თუ დღემდე გყავს? ჩვენ შევიცვალეთ და დავიკარგეთ კი, მაგრამ არა მყავს სამწუხაროდ დავკარგეთ ჩემი ბავშვი. და რა ერქვა? და გვარი? გიორგი. გვარი? გვარს არ დავასახელებ. რატო? კაი, შემდეგ? კაი. საყვარელი ფილმი და რეჟისორი. ჩემი საყვარელი ფილმი არის ინდიანა ჯონსი და საყვარელი რეჟისორი არის ამ ფილმის რეჟისორი სტივენ სპილბერგი. შენ რომელი ფილმი მოგწონს ყველაზე ძალიან? მე Black Swan. და რეჟისორი კარგია? კი, ჩემთვის კი. და ვინ არის რეჟისორი აბა? არა, მაგისი რეჟისორი. შავი გედი არის, Black Swan არის შავი გედი. კი, მაგრამ არ ვიცი მაგისი რეჟისორი. მე მიყვარს ერთი რეჟისორი, რენი ჰარლენი. ლენი ჰარლენმა გადაგიღო და იმით. არა, მაგიტომ არა. აბა მეტი რა გაქვს რენი ჰარლენისთან? მაგისი მაგ ნანახი საშინელებათა კინო. ხო, კაშმარნა улиცები აზავ, კი. არა, კაცო. აბა? ზვიგენზე რომ არის. რომელი? აი რაღაც ზვიგენზე რომ არის, არ მახსოვს რა ერქვა. ეგ არის შემოკარგო სპილბერგი, მაგან გადაიღო ყბები, ზვიგენზე მაგან გადაიღო ყველაზე ცნობილი. ხო, კერკეტი კაკალი. შემდეგ, კარგი, შემდეგ შეკითხვა. ხშირად გაქვს თავისუფალი დრო? როგორ გითხრა, ორი გადაცემა მიყავს ტელევიზიაში და ერთი რადიოში და სტარტიებს წერს, შესაბამისად არც ისე. შენ გაქვს ხშირად თავისუფალი დრო? მე კი. შენ ჯერ გაქვს. სამწუხაროდ. აი, როცა სკოლის დროა არა, საერთოდ არა, მაგრამ როცა მოვდივარ. ხო, ბევრს მეცადინეობ. თან იქ ხო მეცადინეობ, თან იქ ვარ გახანძრებულში, თან მაგის მერე მივდივარ ცურვაზე, მერე იქიდან მოვდივარ, მერე ვარ ცურვაზე დადი ხარ? კი. მერე რა ხარ? მერე მოვდივარ სახლში, დაღლილი ვარ, წვები ვიძინებ ცოტაყანი, მერე ვეკვეცებ, უბრალოდ ვზივარ ჩემთვის. კომპიუტერთან? კომპიუტერთან არა. კომპიუტერთან აი როცა სკოლა ძალიან დიდი ხანი არა. არა. რაღაცებს ვხატავანებ. კითხულობ წიგნებს? კი, აი ხა. რა წაიკითხე? ეხლა დავიწყე ხელოვნებაზე წიგნი. რა ქვია? ხელოვნება. ვინ დაწერა? რამე მხატვრული ნაწარმოებია თუ ენციკლოპედია? ენციკლოპედია და აი რამე მხატვრული ნაწარმოები გაქვს საკითხული ისეთი რომ მითხრა. როგორ მხატვრული? აი რომანი, მოთხრობა, რა ვიცი. ეგეთები ჯერ არა. ჯერ ეგეთები არა. ჯერ ზღაპრები ხო წავიკითხე. ეხლა დავიწყებ აი ესეთ ენციკლოპედიებს, მერე კიდე გავგზავნებ რომანი და ეგეთი. აი, დაგჭა კიდე კითხვა.
კიდევ კი. ხო, მიდი. და ბოლო. ბოლო კითხვა. შენ რა გგონია, რა არის ადამიანისთვის ყველაზე მთავარი? აბა ეს ძალიან ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი ამის შესახებ, ჩემო კარგო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით ადამიანის ყველაზე მთავარი არის იყოს წარმატებული თავის კარიერაში, ჰქონდეს წარმატებული კარიერა, ეს ერთი, უყვარდეთ და უყვარდეს თვითონ, ანუ პირად ცხოვრებაშიც ესეთი იყოს, უყვარდეთ და უყვარდეს, იყოს ბედნიერი, საწინააღმდეგო სქესის ქალთან, კაცი ქალთან და ქალი კაცთან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. და ვერ გაიგებ ახლა რომელია უფრო მნიშვნელოვანი, ორივე, იმიტომ რომ თუ მაგალითად შენ როგორ გესახებ, ძალიან წარმატებული მსახიობი რო იყოს, მაგრამ შეყვარებული რო არ გყავდეს და სიყვარული რო არ გქონდეს, ხო არ გინდა ეს? არა. მაგრამ მეორეს მხრივ, სიყვარული რო გქონდეს ძალიან დიდი, მაგრამ პროფესიაში არ გქონდეს წარმატება, ესეც ხო არ ვარგა. თუ ეგაც ვარგათან არ ვარგა, იმიტომ რომ როგორ აბა? როგორ, ესე იგი, შენ საყვარელ ადამიანს რაღაცა მოუნდება, ან რაღაცა ეგეთი მათ ვაგარე. იმას ფული არ აქვს, ვერ აჭამებ. აჭმევ, ხო. ხო, ვერც შენს ცოლს, ვერც შენს შვილს. ანუ რაღაცა, არა, მე მაგას კი არ გეუბნები. მე წარმოიდგინე რომ გიყვარს მე ფული არ. არა, უყურე როგორ არის, მაშინ ესეც შეკითხვას დაგისვა. უყურე, შენ ხარ წარმატებული, მაგრამ ყავს შეყვარებული, რომელიც სიგიჟემდე გიყვარს. მაგრამ იმისთვის რომ ეს წარმატება განავითარო, უფრო მაგარი, უფრო წარმატებული რო გახდე, უნდა წახვიდე რამოდენიმე წლით და იმუშაო სხვაგან. და ამ დროს დატოვებ ამ შეყვარებულს, რომელს აირჩევ შენ? სიყვარული თუ კარიერა, თუ წარმატება? მეორევეს ავირჩევ, ესე იგი რა მხრივ? რა მხრივ? ეს თუ 5 წლით წავალმე, იქიდან Skype-ით ველაპარაკები მთელი დღე. არა, Skype-ით მთელი დღე ვერ ელაპარაკები, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი საქმე უნდა აკეთო და Skype-ით ეხა შეყვარებულთან ლაპარაკი. მაშინ სიყვარული. მართლა? დათმობ? კი. მაგრამ ჯერ არ ამყავს, ჯერ არ ვიცი მე ეგრე. ხედავ როგორ ზდებავ, სწორია, რა გინდა, რას ვიკრავ თვალს? ჩვენ სვენელი ყავს, ალო. არა, მე. ალო. დიახ. მოგესალმები. გამარჯობათ. კრისტი, მინდოდა თქვენთვის მეთქვა კომპლიმენტები, მაგრამ თქვენი თავი დამავიწყო თქვენმა შვილმა. მადლობა. ეგ უფრო კომპლიმენტია ჩემთვის. როგორი შვილი გყოლიათ? ხო, აბა რა, მე შენ როგორი შვილი გყოლიათ? ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოთ და დიდი მადლობა. სრულები შესრულებოდეთ. კარგი, დიდი მადლობა. 217-139-239 ჩვენი ტელეფონის ნომერი. ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება ითქვას რა ზარია ნუ გეშინგ ეგ პროდიუსერები ხო ხედავ და ისინი მიხედავენ ყავს სვენელი ალო გამარჯობათ მოგესალმებით დიახ ნატალი ძალიან საყვარელი გოგო ხარ გენაცვალე შენ მადლობა ვიცი რომ გაიძრო დიდი სასახელო ქართველი ქალი ეხლა ეს რა უნდა გითხო შენ როგორც ქალი გითხოვს ესეთ რომ პრანტიკელა ვარ იმიტომ რომ ბევრი დაქანი მყავდა და საოცრებელი პირობაა. არა. მე არა ვარ პრანჭიკელა, ოღონდ ვითომ ვიყავ, იმიტომ რომ ვერ მეგობრობდი. ემო რო იყავი, ვერ მეგობრობდი, ხო? თავს ძალას ატან, ხო? თორისიან დროში არ. და მაგიტომ ბიჭებთან მეგობრობდი, მარტო, იმიტომ რომ ბიჭებიც ხო ემო არიან ნახევრად და ეგეთები. მართლა? კი, აბა როკი ბიჭებს უყვართ და. აი 237-139-238 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ჩვენ გვყავს მე მგონი სვენელი, ალო გამარჯობათ. არა, ჯერ გაითიშა უკვე. ბიჭები უფრო ისეთები არიან, შენთვის საინტერესო? არა, სიყვარულზე არა, სიყვარულზე არა, ისე. არა, ისე გოგოებიც და ბიჭებიც, იმიტომ რომ ემოს მხრივ მე როგორიც ვარ და ვიყავი ბიჭები და გოგოები კიდევ აი ხა რაღაცა მეგობრობის გამო გავხდი. ხო და მაგიტომაც გოგოებიც მეგობრობებით. აი ეს მაინტერესებს, აი აკვირდები ალბათ. ქალს და მამაკაცს რატომ შეიძლება ერთმანეთს შეუყვარდეთ? აი რა თვისების რა ხდება მათ შორის? იმიტომ რომ კაცს უყვარს ლამაზი ქალი.
ხო, დარწმუნებული ხარ? მარტო ლამაზი უნდა იყოს? არა, კაი ადამიანი უნდა იყოს და ზოგი არის ესეთი ბოროტი მამაკაცი, რომელსაც უნდა იმიტომ შეუყვარდეს ეს გოგო, რომ მისი ფულები წაართვას. კარგი, მართლა. კინოებს უყურებს. ხო, უყურებ. არა, სინამდვილეში ხდება ეგეთი რაღაცა, მაგრამ რა გინდა ხდებოდეს. კი, ხდება. იცი ესეთი ამბები შენ? არა, გოგოები ლაპარაკობთ ერთმანეთში ეს? არა, კაცო, მე ხედავ კინოებშიც და კურიერსაც უყურებ და კიდევ რაღაცა საერთოდ. კიდევ ამბები ჯიზე ყველაფერს ნახავ. ამბები ჯიზე ჩვენი საიტია და შედიხარ და ათვალიერებ, ხო? აბა რას ათვალიერებ? შევიდეთ, გინდა ამბები ჯიზე. აბა შევიდეთ. მე მანდ ვნახე აი ერთი რაღაცა. ხო, რა ნახე? რომელზეც აი ძალიან დებილი გოგო იყო, აი მე რომ მკითხოთ. ვიღაცა ჩინელი, იაპონელი ძალიან ლამაზი გოგო თქვა რომ მამა ჩემი არ მყიდულობს iPhone-ს. იმიტომ რომ მე ჯერ მაგის წლოვანი არა ვარ, 16 წლის იყო. ხო და შენ გაქვს iPhone-ი? მე არა. ხო, მერე? და მაგოგომ დაწერა Twitter-ში, რომ და Facebook-შიც, რომ მე მზადა ვარ ჩემი ქალწულობა დავთმო iPhone-ისთვის. ესე იგი, საშინელება. ესე იგი, გაყვეს ვინმე ვიღაცა მახინს კაცს. რომელიც მისცემს iPhone-ს და ის კიდე დაქორწინდებიან. მე მაგის გამო ვერასოდეს ვერ გავაკეთებ. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ეგ სისულელია რა. ხო, არ შეიძლება, მართალია. მართალი სწორია, რა გინდა? არა. რა iPhone-ი. შენ უნდა მოგეწონოს ბიჭი. უნდა მომეწონოს თუ ფული არ აქვს მე არაფერი არ მაინტერესებს მე თუ ვიქნები ფულიანი მაინც გავყვებით თუ არ ვიქნები მაინც ფული რა შუაზეა ფულის გამო რატომ უნდა გაყვები ვიღაცას ხო ან iPhone-ის არა რომელიც დამპალი ვიღაცა დებილი კაცია კარგი მართალი კარგი გასაგებია ნუ იმაშვები ნუ ლანძღავ ხარ 2.37.139 2.38.139 ესეთი აზრები აქვს პატარა გოგოს ჩვენ ყავს სმენელი ალო გამარჯობა გამომშვიდობისა. ისმენთ. აი ეს პატარა გოგონა მართლა ინდიგო ბავშვია. გაოცებული ვარ პირდაპირ. კი, ჩვენც გაოცებული ვართ ყველა. პირი ვაკ დაღებული. 10 წლის, როდის გახდა? გუშინ გახდა 10 წლის, ხო? ხლაპი ერთი ციდა. მინდა თქვა, აი კამპანი მინდაო გავხდეო, რო თქვა, ნუ ერთი პროფესია მარტო იმას არ დასჯერდება დარწმუნებული ვარ. ზარიაო, რო თქვა, უცებუღებს ყველაფერს ალღოს. ხო, რა თქმა უნდა. ეგ საქმე. ბატონო. ხლა ნატალის მინდა ესეთი რჩევა მიუწე. აბა? რადიოს ოქროს ფონდში არის დაცული თამაზ ბიბილურის მოთხრობა ლენა ყიფშიძის კითხვით. აი ამას ქვია 7 ხმისა და ტოროლასათვის. ეს ჩანაწერი მოისმინე ჩემო გოგო და ნახე როგორი ამაყებს შენი დიდი ბებოთი. კი. აშკარად ძალიან მაგარი ბებო ყავდა. 2.37.139 2.38.139 რეკავს ტელეფონი. ალო გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა მე ვიცი მაგეთის თამომამლობა, მისი წარმოშობა ან ეს ბავში ვისი არა და არ არსებობდა რომ სხვანაირი ყოფილიყო. იქნებ რამე ხო, შეიძლება, მაგრამ მე მინდა არაჩვეულებრივი ვიყავ. მამა არაჩვეულებრივი და კიდე დიდი ბებია, დიდი ბაბა კრისტის. არა, ხშირად მინახავს ხოლმე ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ არანაკლებ სახელოვანი მშობლები ყავთ, მაგრამ თავად ბავშვი არ აინტერესებს ეს სფერო, მაგრამ აშკარად ნიჭიერი გოგო. აქ რაღაც ძალიან ძლიერი გენდეზია. ალბათ. სმენელი ყავს კიდევ, ალო? გამარჯობათ. გისმენთ? ალო? დიახ. გამარჯობათ. ბავშვი უდავოდ ნიჭიერია. გენეტიკიდანაც გამომდინარე და ნუ ყოველ მხრიდან. მაგრამ მე ერთი რჩევა მინდა მშობელს მიქცე რომ დაინტერესოს ხალხური ზღაპრებით, რომელშია ძალიან ბევრი სიბრტყე. კითხულობს ხალხურ ზღაპრებს? კი, ცოტა არ ვიცი მე ხალვა თქვენ ალო, გაითიშა ხო? ხალბა ამ ქალბატონს გქონია რაღაცა ბავშვი რა. ხო, მე ბავშვური შეკითხვები მიცეთ და გავიგე. კი, ბავშვი შეკითხვებს რო ვაძლევ, მე დიდურ პასუხებს მაძლევს და რა ვქნა ახლა რა გავაკეთო? არა, ეს არ არის ესეთი ჭყალებს რო თქვა კელკა ბავშვი, ანუ არის ბავშვური, ოღონდ დიდი ბავშვია. კი. გასაგებია. 2.37.139 2.38.139 ჩვენი ტელეფონის ნომერია. ხალხურ ზღაპრებს კითხულობ შენ? მე კი აი რომელი გმირი მოგწონს ქართული ხალხური ზღაპრებიდან?
მე მიყვარს აბა დაფიქრდე რომელი მიყვარს დაფიქრდეს უფრო გავიხსენე რომელი მიყვარს ყველაზე ძალიან ნაცეროდენა? არა ნაცერქეკია ნაცერქეკია? რატო? აი, იმიტომ რომ ძალიან დიდი გმირია. იმიტომ არა, აი ეგ ძალიან იყო ზარმაცი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი. ხო, არა, ზარმაცი და ჭკვიანი ეს ქართველების ხო იცი, სენიან ჩვენ უყურანი ვარ ზარმაცებია ჭკვიანი, მაგრამ შენ ხო ზარმაცი არა ხარ? არა, ზარმაცი არა. თვითონ ისწავლა. იცი რუსულად? ინგლისურიზე დავდივარ და ქართულით ისწავლის სკოლაში. 237-139, 238-139 ჩვენი ტელეფონის ნომერი, ჩვენ 5 წუთიღა დაგვრჩა ეთერის ბოლომდე, ჩვენ შეგვიძლია შეკითხვები დავუსვათ. კრისტინას შეკითხვებს აღარ სუსვავთ. ხო. კრისტის აღარ ერთ შეკითხვას მაინც დაგისვავ, რა ხდება ახლა შენ რაღაც კონკურსის ის ახარ ჟიურის რა ხდება და ახლა 31 ივლისს სასტუმრო ჰოლიდეინში ჩავატარებთ ფინალურ ესე იგი შედეგებს ფინალს მის teenager universe რომლის თავმჯდომარე ჟიურის თავმჯდომარე ვარ მე და გოგონა რომელიც მოიგებს ამ კონკურსზე გაემგზავრება გვატემალაში 9 ოქტომბერს არის 14-დან 19 ამას ჯერ არ შევ 14-დან 19-მდე გინდა რომ გაიზდები მე კონკურსებში მონაწილეობის მიღება კი გინდა უნდა გაიმარჯო ოღონდ ეხა იცით როგორი ლაპარაკი წავა რახან ამის ხიფშიძიშვილიაო და რაღაცა რა კი მე არა ხო შენ არა ხო ალბათ უფრო არა მე მაგალითად არ მიმიღე კარგი თაობაა ძალიან კი ჩვენ დავდიოდით 4 თვის მანძილზე ვიარეთ ყველა რეგიონი შემოვიარეთ თვითონ სოფლებში ქალაქებში ეძებდი სვანეთიდან ყვავს სამეგრელო კახეთი ეძებდი შენ თვითონ ხო კი ეძებდით გვატარებთ არის ანუ საქართველოში არის ეს საბადო არის კი არიან კაი გოგოები ამ დღეებში აი რომელიც მოდელის პარამეტრს აკმაყოფილებენ ზუსტად ეგ კონკურსი არის მოდელებზე და არა უბრალოდ სილამაზეზე ანუ არიან გოგოები რომლებიც აი ამ პარამეტრებს სოფელში სვანეთში არცადმე რომელიც ამას აკმაყოფილებენ და ჩვენ ვავარჯიშებთ დუქიზის ფასი ნებისმიერი გოგოსგან შეიძლება დაყენება მოდელი ის თუ ამას რაღაც ნიჭი ჭირდება იცით რაღაც ნიჭი აუცილებელია აი შინაგანი რაღაც არ ვიცი ყველას ვერ ასწავლი ხო არ ვიცი აი რაღაცა არის სულისკვეთება რაღაცა ხო რომელიც აი რა შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს მაგრამ შინაგანი სამყარო აი არ იყოს მომხივლავი ხო ანუ აი პოდიუმზე გამოვიდეს და ეფექტი არ გქონდეს. არ გქონდეს, მაგრამ ისე რომ შეხედავ ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ აი რაღაცა რო აი მარილი რო აქვს. ჩვენ ერთი მსმენელი აღარ აყავს, არა, ხო, მსმენელი არ აყავს, ჩვენი გაცემა ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს. მე მინდა შენ კითხო დიდური შეკითხვა დაგისვა. შენი სამომავლო გეგმები მინდა რომ მითხრა, რა გინდა რომ გააკეთო. მე დავწერე ერთ წიგნი. რა დაწერე? ოღონდ იცით როგორი? დედა მე ესე იგი, ოღონდ ფურცლისგანა ესეთი, ოღონდ კომპიუტერში დაბეჭდე, ხო? არა, არ დავბეჭდე. ჩემი ხელით დავწერე, თან დავხატე კიდევ რაღაცა სახლები. მე ეგეთი წიგნი გამოვიში ჩემთვის, რომ დავახმარები ბებრებს, ობლებს და პროექტი აქ მილიონი ჯდება და ძალიან უნდა რომ რა აბა მოყევი აბა ესე იგი დავხატე ძალიან ლამაზი სახლები, კი დიდი სახლები, რომლებშიც იყო ლიფტი, საბავშვო ბაღი, სკოლა და ასე შემდეგ. კიდე ყველაზე გონა ბებრების სახლის წინ დავსკი აი ესეთი დიდი მანქანა, რომელიც იყო სავანტყოფოს და დედას და ყველას ეგონათ რომ ეს არის ლიმუზინი და ვერ გავიგე რატომ აი უბრალოდ მე ხა მივხვდი რატომაც აი ესეთი იყო დიდი ძალიან დიდი იყო და პატარა აი ესე ოდნავ და რა არის ეს რა პროექტია ანუ აი ეს აშენდეს ეს რა ეს უნდა აშენდეს თუ მე ჩემი კარიერა ძალიან შორს და ფული თუ მექნება აი ძალიან ბევრი აი 2 მილიონი ან ეგეთი რაღაცა ხო მე გავაკეთებ ამ სახლებსაც და რა ვინ იცხოვრებს იმ სახლებში
ერთ სახლში ცხოვრობს ბებოები და ბაბუები. მეორე სახლში იქნებიან პობლები, მესამეში კიდე უსახლკაროები, მეოთხეში კიდე ძაღლები, კატები და ცხოველები, რა ეგეთები. ოღონდ ცალ-ცალკე სახლი ექნება ცხოველებს, იმიტომ რომ კატები და ძაღლები დახოცავენ ერთმანეთს და მოკიდა. კატები ცალკე, ძაღლები ცალკე, ხო? ძვირფას ტელემაყურებლები ეს იყო ნატალი ყიფშიძის ოცნება 2 მილიონი რო ექნება, ხო? 2 მილიონი შენ როგე 2 მილიონი ეყოფა, მაგრამ ჩემი აზრით უნდა იყოს 2 მილიონი. რა, დოლარი თუ ლარი? დოლარი და ლარი არ მეყოფა მაგისთვის. კარგი. ეს იყო ეს, მე მგონი ძალიან კარგი გადაცემა გამომგვიდა. დიდი მადლობა რომ ყავს ესეთი შვილი. შენ აღარ ახარ ჩვენ საინტერესო უკვე. ასეთი კარგი გოგო თუ გაგვაცანი ქართულ ხალხს და მოგვეცი, გვაჩუქე, მშვენიერია. შენ აბა შენიცი, შენ ხო იცი ახლა, ბევრი რამეა შენზე დამოკიდებული. ასეთი მშობლების შვილი ხარ, ასეთი ბებიების და ბაბუების შვილი და არ უნდა შეარწყვინო. დიახ. დიახ. თქვენ უსმენდით ყიფშიძეების ოჯახის ქალთა ნაწილის წარმომადგენლებს, კრისტი ყიფშიძეს და ნატალი ყიფშიძეს, ჩვენ ერთმანეთს 17 საათზე და 00 წუთზე ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. ესე იგი მე რაღაცებს გეტყვი გოგონი და შენ კიდე გაიმეორე, კარგი? კარგი.